ახლა კი მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? როგორი ბიჭი ვარ. ვარ მოწყეპილი. ეხლა მინდა რომ კახა ჩავწერო, იმიტომ რომ კახა არის ჯერ ერთი პროფესიით უროლოგი. მეორე არის ბაიკერი. და ჯელტმენიც არის პარალელურად ყველაფრის. ხო და დღევანდელ დღეზე უფრო ცლად გვეტყვის კახა, იმიტომ რომ ჩემგან ცოტა არასერიოზულად ჟღერს, იმიტომ რომ მე ბევრი არაფერი მესმის მაგ საკითხს. Distinguished gentleman's right, როგორც ვეძახით, პირველად შედგა ავსტრალიაში თუ არ ვცდები და ემსახურება ორი ასე ვთქვათ დანიშნულება აქვს რა. პირველი პროსტატის ავტვისებიანი სიმსივნის კიბოს ცნობიერების ამაღლების დღე არის ასე ვთქვათ და მამაკაცის მენტალური ჯანმრთელობის. და ასე ვთქვათ ეს არის როგორც საქველმოქმედო, ისევე საინფორმაციო. ხო, ახლა ჩვენ უროლოგებს მაგალითად მთლიანად სექტემბრის თვე გვაქვს, პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე არის. საკმაოდ ვერაგი დაავადება არის, მოკლედ ვთქვა და ხალხი ვარ შევაშინო, საკმაოდ ხშირი არის. სიკვდილიანობის მიხედვით ფილტვის კიბოსთან ერთად უტოლდება მამაკაცებში, მაგრამ საყურადღებო ფაქტი არის ის, რომ თუ დროზე მიხედავ თავს და აღმოაჩენ, არის სრულად განკურნებადი და აუცილებელია რომ ყველა მამაკაცმა იცოდეს ამის შესახებ. მადლობა. აი ეს არის მთელი შინაარსი დღევანდელი დღისა. რაიმე ხორცილში ხარ უნდა მიდიოდეს ესე რომ და ჩაიწვალ. თავიდან მეგონა რომ მეჯვარებს გავდი, მაგრამ მე მაიქზე რომ დავჯექი მივხვდი რომ ჯილდო რა ეძებია. ბაბადია, ხარო, იცი, აი ხა ხელებს ხო ხედავდი რომ მოვდიოდა საათი და ბეჭედი და საროჭო, მეთქი რა თესლად მოვდივარ. შორის სხვა აი კომანდას მანქანებიდან რო გიყურებ და უკვე გძნობდა რომ რაღაც ისი არა. ხო. თლად რაღაცა ხდება. სადღაცას მიდიან ტიპები. არა, ძალიან კაი ის იქნება, რაგი დარწმუნებული ვარ. ინტერესი იწვევს ძალიან მაგრამ ხალხში რა. ჩვენი დანიშნულებაც ხო ეგ არის ხა ამ არხისაც, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ორბორბლიან ტრანსპორტს, მოტოციკლებს და არ შეიძლება მეტი გადმოვსვათ მანქანებიდან მოტოზე, რომ ჯერ ერთი რო კომუნიტი გაიზარდოს, კარგი ხალხი შემოგვემატოს და მეორე ცოტა დაისვენოს ქალაქმა და ქვეყანამ და ვარ შედამიცავ რა. აი აქვე ვიტყვი რომ ვინც ოდესღაც ფიქრობდით, ან კიდე გეგმაში გაქვთ, ბევრი არის ფიქრობთ ამ თემაზე. ყველაფერი გამონახეთ და პირველივე საშუალებისთანავე ეგრევე მოახდეთ ორბოლიან ტრანსპორტს. იმიტომ რომ თუ არ გავთ თქვენ არ იცით რას ვაზავთ. ნებისმიერ ასაკში ბავშვივით გიხარია. მე პირადად ეგრევე რა. ყოველი დაждდომა წვიმა თუ გარია მიხარია ბავშვივით. აი განსაკუთრებული არის პირველი წელი ბაიკის რა. აი მახსოვს რომ ნუ პრინციპში ეხაც ეგრე ვარ. პროსტა მომიწია მეუღლე იყო ორსულად და ვაქანიცია არული ვარ. ეხაც ეგრე ვარ. ზამთარი ზაფხული არ არსებობს ჩემთვის რა. წვიმა თოვლი აი მაგრამ კიდე თან ჩემი სპორტსტერია იმას კრილოქს ილამაზისთვის მარტო უკრიდა რომ გასხავთ გამოდიწინო იროკეს გიკეთებს შეულებრივ მაგრამ მაინც ყველანაირად სამსახურში წასვლა გიხარია ადამიანს საქმეზე გასვლა აი პურზე წასვლა ყველაფერი გიხარია შეიძლება პურზე წახვიდე და ვერ მოიტანო იმიტომ რომ არ დაგავიწყდეს ისე გაგისწორდეს უბრალოდ გატავა გააგზელო შეიძლება გუში მქონდა ეგეთი შემთხვევა სახლიდან 150 მეტრში ფული ჩასარიცხი აპარატი იდგა წავედი კილომეტრ-ნახევარი ვიარე სხვაგან ჩავრიცხე სხვა გზით მივედი სახლში იმიტომ რომ ამით მაგრად გამისწორა და თელი დღე მეთქი მიდოდა რომ მეკატავა რა უკაცრავად თქვენ გოგოს მხრიდან ხარ თუ ბიჭი მე ჩანგალზე ვარ თქვენ ჩაკმაშინ ჩუმად ვიყოთ მადლობა აი ძალიან მაგარი ბაიკი რომელიაო რომ ეკითხებოდით ეხლა უნდა გაჩვენოთ რა აბა ვნახოთ ეხა ხმაც
აქედან გადაადგილებას რაც შეეხება საკმაოდ ბევრნი ვართ და მოგვიწევს, ნუ კვირა არის და ეგ შეღავათია რომ რაღაც დატვირთული ძალიან არ იქნება. ძალიან დიდი თხოვნა მექნება რა, ეხლა ვიცი რომ ბევრნი ვართ, ვიცი რომ რაღაცა ყველას ეს ჩაჭერა და ის გვინდა, მაგრამ მაქსიმალურად აი კოლონაში რო ჩავდგებით და იმ ზოლში ერთ ზოლს ავიღებთ მთლიანად და ორ მწკრივად ვივლით რა. იმ ზოლიდან არ გამოვიდეთ ხოლმე. რამდენიმე ადამიანი გამოვა უბრალოდ იმიტომ რომ იღებენ ხოლმე და ვიდეოსთვის და იმისთვის გჭირდება და შეიძლება გაგვასწრონ, გამოგვასწრონ. აუცილებლად იქნებიან ბიჭები, ვინც რაღაცეებს გადაკეტავენ, დაგვეხმარებიან. სანამ მივალთ რედისონამდე, ვამბობ. რედისონის მერე ნებართვები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს და რა ვიცი, ყველამ ვიაროთ ისე როგორც გვინდა, რა თქმა უნდა, დისციპლინის პარგლებში. ხო და აქედან აი ეს თხოვნა მექნება, რახან ეხა არც ის არის, რა ქვია, წითელზე გავლის უფლება გვაქვს ეხლა რედისონამდე, არც პატრული მიგვაცილებს, არც მოგვაცილებს და არც არაფერი ჩვენზეა რა და მაქსიმალურად უსაფრთხოდ მივიდეთ იქ. ღმერთი ჩვენსკენ. დაიწყო ეხა ჩემი სირბილი აქეთ-იქეთ. ყველა ვარიანტში ჯობია მე გავასწრო ამათ და სადმე ისეთ ადგილას დავდგე, რომ ყველას ჩავლა გადავიღო ტრადიციულად. აბა წავედით. სასწაული დღე არის, სასწაული გარემო არის. სიმართლე გითხრათ, პირველად ვარ დღეს. ზოგადად ჯელთმეს რაიძე. და იმედია ყველაფერი კარგად იქნება რა. მე მაყოფილი ვარ და ძალიან უწევს აქაური ნახოთ. როგორ გაგწევთ? მოდი აბა შიგნით შევიდეთ. ეხლა ნახოთ შიგნით რა ხდება, რითი გვიმასპინძლდებიან და ვინ გვიმასპინძლდება ბოლო-ბოლო. ძალიან სიმპათიური ბრძანდებით კეთავა. აი დაუნდობელი დრაგის შემდეგ ასეთ ფორმაში თუ გიხილავდით, ნამდვილად არ წარმოვედგინა. დაუნდობელ დრაგს კიდე მოყვება სექტემბერში ერთი კიდე გადაუნდობელი დრაგი. ნახოთ უკვე გამოცდილები. უკვე გამოცდილები დაუბრუნდებით. კი. აბა რა ასე ვეთქვი დღევანდელ დღეზე, როგორი გაყოფილი ხარ? არის, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ესეთი ლამაზი დღეები ბევრი უნდა გქონდეს ჩვენ. ამინ. რატომ მოვწყდით თავარ გუნდს ხო არის? იმიტომ რომ იქ ის არის შაქია, ალაფრუშეტიო და ალაფრუშეტზე იყო ალუბლის წვენი არის და პეჩენიები არის, წყალი არის და. აუი ხა. სტრიპტოის გამიგონდა. აგვიმოდის. რომელ წელს დაარსდა ჰარლი დევიდსონი? და მესამე გამარჯვება. მე მგონი რომ ამა დაგასწროთ თუ არ ვსწრები რა და ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, დღევანდელი დღის ორგანიზატორი, კაცი რომელიც რა ვიცი, ამდენი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. ყველაზე საინტერესო იქნება მისგან მოსმენა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი რა. საქართველოში შეშემოიტანე პირადად? არა. ეს კითხვა ჯერ არავისად დავისურვს და გაიბიჭე ხო? საინტერესოა კი. არის ეგეთი ადამიანები რა, ლანა ცაგარიაშვილი, ჩემი მეგობარი, ულამაზესი ქალბატონი, უნიჭერესი. ასევე არის ომარი გელვახიანი, რომელიც ერთ-ერთი ძველი მოტოკულტურის წარმომადგენელია.
მათმა შემოიტანეს ლანამ უშუალოდ დაორგანიზდა და დაახლოებით 8 წლის წინ დაბრუნდა საქართველოში. შემდეგ ჩაერთო ეგრეთ წოდებული ჩვენი მეგობარი ჯორჯი ამირალაშვილი გიორგი, გადასარევი ადამიანი, დიზაინერი, ბაიკერი და ავანგარდი ადამიანი და მე მეოთხე წელიწადი უკვე რომ ჩავერთე და გადმოვიბარე. შარშან ჩავაგდეთ, იმიტომ რომ ესე იყო საჭირო. ესე მოუწია. და პრინციპში ახლა მე წარმოვადგენ, მაგრამ ის გუნდი ბექგრაუნდად ყავს. ეს არ არის რაღაც მიზეზების გამო. ჩვენი პრობლემა საქართველოს მამაკაცების არის რაღაც თვითშექმნილი რაღაც იმიჯის დიდი პასუხისმგებლობის აკიდების და რაღაცა ბრუტალიზმის და რაღაცების ფონზე ისე ტვირთს ვიღებთ ხოლმე, რასაც ვერ ვერევით რა. მეორე ეს ვერ გავიგეთ, ჯერ ევროპელები ვართ, აზიელები ვართ და ასე შემდეგ, მოკლედ რატო არ მოგწონს რომ კავკასიელები ვართ, მე ვერ ხვდები. ხო და ყველაფერს ვცდილობთ იმის გარდა რომ ვინც ავართ ის ვიყოთ და რაღაც მომენტში ქართველი მამაკაცი გახდა როგორიც ცოტა ამოვარდა ასე ვთქვათ თავისი რაღაც ფორმიდან და ეს ერთ-ერთი დღეა როცა მამაკაცს ვეუბნებით რომ შენ ხარ პიროვნება და მე ხარ სქესი, შენ გაქვს ტკივილების სიხარული, შენ გაქვს პრობლემები როგორც სხვა, შენ ჭირდება დახმარება, ფიქრი აღიარება და ამ დღეს ყველა 700 ქალაქში ტარდება ერთდროულად ეს ღონისძიება ერთდროულად და აი გაინდაინი და აი დევიზი ეს არის რა აი ამ მოძრაობის რომ მამაკაცებმა ერთმანეთს უთხრან რომ სოლიდარობა რა მე თქვენ გვერდში ვარ. აი ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ხოლმე მხოლოდ ეგ არის რა მოტივები აქ არის ყურადღების მიქცევის ლამაზი საშუალება, ეს ვინტაჟური დრეს კონტროლის, მაგრამ იდეაში ადამიანები მამაკაცები ვეუბნებით მამაკაცებს რომ მე დღეს თქვენ გვერდში ვარ. აი ეს ერთ-ერთი არის რაც ჭირდება მამაკაცებს და ქართველებს განსაკუთრებით. და მეორეა რაც ჩვენ თქვი ამის შემდეგ, რომ ფიზიკურად ერთმანეთს უნდა შევახსნათ, რომ უნდა ჯანმრთელობას მივხედოთ. თუმცა ეს ფრაზა როგორია იცი ეს უკვე მოდის პირველი პრობლემიდან. ისე მენტალიტეტიდან მოდის, რა თქმა უნდა. და ეცნობიერება თუ ამაღლდება და მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის და ეს ხალხი და შენ სამ შემთხვევაში მაგას აკეთებ ზუსტად რომ უნდა ავწიოთ პასუხისმგებლობა ჩვენ თავთან ჯერ უნდა გავიაზროთ რაღაცები და შემდეგ დავეხმაროთ სხვას რა. ძალიან დიდი მადლობა. ამ კარგი საქმის კეთებისთვის წარმატებებს გისურვებ. დარწმუნებული ვარ ვითანამშრომლებთ, მეგობრობით, ისედაც მეგობრობთ და დარწმუნებული ვარ ბევრგან გადავეკვეთებით კიდე ესეთ სასიამოვნო ამბებში.
მისტერნიკა. გისმენ? ორი სიტყვით, დღევანდელ დღეზე რამდენად მნიშვნელოვანია და მნიშვნელობაზე რა. ნიშნულოვანს რომ თავი დავანება ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, ბევრი ძველი ნაცნობიც ნახე და ძალიან კარგი ეს კომუნიკის გამოცდილება მივიღე, რაც ჩემი აზრით მარტო ეგ ღირს იმად რომ ესეთი რაღაცები მოხდეს ხო. და თუ უკვე თავარ მიმართულებას განვიხილავთ, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაცების ჯანმრთელობაც ხო მნიშვნელოვანია რა. გასავათებული, რასაც ქვია, მეგობრებო, სიტყვა რო გაინტერესებდათ, აი სახელზე თუ დააკვირდებით, ამას ქვია იმერულად გასავათებული. იმედია დღეს ბავშვები არავინ დააძინა. დღეს ბავშვები არ დააძინოს არავინ. აზრი არ აქვს. რაო? დავიღალე, დამცხა, აღარ შემიძინა. აი ნუ იტყუები. ვო, რა კარგია, დატრიალი. მაიკ არ მაინტერესებს გასა. ჟილეტია ძალიან ძესკი. ბარო. რას ლაპარაკობ? მე რა დამღლის? გერი გასაკუთრებულია. აი ეს არის ბაიკი, ჩემთან რო იყო სტუმრად და ეს მისი ძმა. თუ და, რა ვიცი, ისთვის როგორ. ნაღდა თუ ეღარ გავჩერდი იქ, ხელა რიგი იყო საჭმელის. ვერ ჩავდექი. ვერც ჩავეკვეხე. ხოდა შეამაგრა და რა თქმა უნდა, ჰელმეტარიუმში გადმოვცუნცულდი. სანამ დანარჩენებიც გადმოვლენ, შვიდად მივირთმევ. და პრინციპში დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. ტრადიციულად აქ გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ და მოუყევით მეგობრებს ჩემზე. გამავრცელეთ, მეგობრებო, გამავრცელეთ.